რესტორნები Black Star და შინ და გორი, ტელეფონების მაღაზია, სარესტავრაციო სახელოსნო, ხორცის სექცია, ხელოვნების სახლი და გორელ ფოტოგრაფთა კლუბი. პროტესტს დღეს შიდა ქართლი შეუერთდა. რა იყო გაფიცვის მთავარი მიზანი და მოთხოვნა? ჩემი კოლეგა შოთიკო სადაღაშვილი გვეტყვის, ის ასევე მოგვიყვება საკითხთან დაკავშირებით, რა შეფასებები გაკეთდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გორში სხვადასხვა კომპანიების ნაწილი დღეს თითქმის პარალიზებული იყო და ისინი მომხმარებლებს მომსახურებას რამოდენიმე საათის განმავლობაში არ უწევდნენ. კონკრეტულად საუბარია რესტორნებზე, Black Star-სა და შინაგორზე, რომელთა ხელმძღვანელებიც უკვე თვეზე მეტია იმ პროტესტს უერთდებიან, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა. მათ გარდა დღევანდელ პროტესტს შეუერთდა ტელეფონის მაღაზია სახელოსნო, გორის ფოტოგრაფთა კლუბი და ხელოვნების სახლი, ასევე დანკინის, სულაკაურის, სუპერის მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალები. არის საცდელი პრინციპში 3 საათით თქვენს საყოველთაო გაფიცვა 3 საათით, მაგრამ ეს არის საცდელი, შეგვიძლია ვიხილოთ ახლო მომავალში უფრო ხანგრძლივი გაფიცვებით. გაფიცვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვეგუებით და ვერ ვეგუებით რუსულ რეჟიმს, ჩვენ ვერ ვეგუებით ძალადობას, პატრიოტი ხალხის ტყვეობაში აყვანას. მობილურების სერვის ცენტრი მაქვს, მობილურების ხელოსანი ვარ. და რავი, ხა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს სფეროშიც და ყველა სფეროშიც, რომ ევროპული მომავალი გქონდეს ჩვენ ქვეყანას და ვიცხოვროთ მშვიდობიან და დაცულ ქვეყანაში. რა, ხა მე პირველი დღე არ არის პროტესტში ჩართული ვარ თავიდან ბოლომდე და ძალიან ხშირად ჩემი პირადი სერვის ცენტრის დამიკეტია და დღეები დაკეტილი მქონია, მაგრამ ხა ეს საერთო პროტესტია და ყველა უნდა შეუერთდეთ, რომ აი აგერ ევროპული მომავალი ჩვენ შვილებს აუცილებლად ჭირდება და აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ დაცულ ქვეყანაში რა და ყველას მოგიწოდებთ, რომ თქვენ თითო აგური დადოთ, გაიფიცოთ, რავი, იხმაუროთ. დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია თვლის, რომ მსგავსი სახის პროტესტს პერმანენტული სახე უნდა ჰქონდეს და მასში რაც შეიძლება მეტი კომპანია თუ მოქალაქე უნდა ჩაერთოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ მათ პროტესტს არანაირი შედეგი არ ექნება და უფრო მეტიც ეს მათ ბიზნესს კარგად არ წაადგება. თამარ მურალობა თვლის, რომ გაფიცვის პროცესში მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააზიანებს, რადგან მათი ნაწილი ისედაც უფუნქციოა. საზოგადოების აბსოლუტური სრული უმრავლესობა დგას პოზიციაზე, რომ უნდა დაინიშნოს რიგაში არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ ტყვეები და ამ პროტესტის ფარგლებში საზოგადოება არის ერთიანი ყველა ქალაქში, იქნება ეს გორი, ბათუმი, ქუთაისი, თბილისი თუ ასე შემდეგ. საზოგადოება თვითონ ხედავს რეალურად რამხელა მუხტიარი და ენერგია იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა დარჩეს სათავეში, ქართული ოცნება უნდა დასრულდეს. საყოველთაო გაფიცვას ახლა ცოტა გადამეტებულად მეჩვენება, ხა საყოველთაოს ვერ დავარქმევდი, თუმცა კიდევ ვფიქრობ, ნუ არ ვიცი ხლა ეს რაღაცა მათი მხრიდან წყლის ნაყვან გონია და რა უნდა მოიტანოს ახლა მაგათმა საყოველთაო გაფიცვა, თუ არა ისევ და ისევ თავიანთ ბიზნესს ავნოს, თავიანთ შემოსავლას ავნოს, თუ დაუშვათ რამდენიმე საათი, ისინი შეიძლება ზოგი ვერც მუშაობს და არც მუშაობს და უბრალოდ გაჩერებული ბიზნესი აქვს და ბიზნეს არ ქონია, თორე მე ვფიქრობ, რომ ეს არაფერი არ იქნება სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, საერთოდ სულზედ მეტად მეჩნია, რომ რა უნდა მოუტანოს, რა ზიანი უნდა მოაყენოს დღევანდელმა ამათმა აი ამ უაზრო ფაფხურმა რომ იტყვია, მეტი არაფერი რა ვიცი. ძალიან არასერიოზული რაღაცები ეს გაფიცვა არ იქა, მე ეს დაყოფა მარშება და რაღაცები და თუ ისმეს რამის გაკეთება უნდა, ხო? შევიდნენ პარლამენტში და იქ იყვნენ, იქ ილაპარაკონ რა არის გასაკეთებელი, რა ჭირდება ქვეყანას. შიდა ქართლის მასშტაბით დღეს საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ ხაშურშიც, ქარელშიც და კასპშიც, მაგალითად ხაშურის ბაზარში გაიფიცა ხორცის მაღაზია, ასევე აგარაში სარესტავრაციო სახელოსნო.